Ჩვენ ჭალის ტყეები მტკვარზე თითქმის არც ერთ მთელ საქართველოს გასწვრივ აღარა გვაქვს. სუფთა სამეცნიერო თვალსაზრისით ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პირველ რიგში თვითონ მტკვრისთვის აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენ ქალაქს გამოივლის მტკვარი და ჩვენ იქ რეალურად გამწვენე ნაგებობებიც კი არა გვაქვს. აქ არის შემორჩენილი უნიკალური შესაძლებლობა ეკოსისტემის, როგორიც იყო ჭალის ტყე, რომ გადამფრენი ფრინველები და ზოგადად ფრინველების ბინადრობა არის ძალიან დიდი და ამიტომაც ეს არის საერთაშორისო ქსელში შეყვანილი ტერიტორია ამით თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. მსოფლიოში საერთოდ ითვლება, რომ ჭალის ტყეების აღდგენები უნდა დავიწყოთ ყველგან. და იქ ვსპობდეთ, სადაც უკვე გვაქვს და მერე ხელოვნურად ვიწყებდეთ აღდგენას, რომელსაც უფრო მეტი ფული ჭირდება აღდგენისთვის. ეს უკვე არა რენტაბელობას ნიშნავს ქვეყნის საერთოდ შეიძლება თუ არა აქ ურბანული ტერიტორიის გაშენება, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშა მაქვს ჩემთვის პერსონალურად, როგორც ეკოლოგისტვის, დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედების ქვეშ იყო, როგორც მეტალურგიული ქარხნის, როცა მეტალურგიული ქარხანა იყო და ეს არსად არ მიდის, ეს მძიმე მეტალებით დაბინძურება ის რჩება მიწაში. ესეთი დაწოლა ამ სისტემაზე შეიძლება სავალალო გახდეს ყველა ადამიანის ვინც კი აქ იცხოვრებს. აქ რო იცხოვრებს, იმისთვისაც კი პრობლემა შეიძლება შეიქმნას.